ბრძოლა ეროვნული ინტერესების დასაცავად გრძელდება სტუდენტები ერთმანეთის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. მას შემდეგ რაც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს საპროტესტო ბანერები მოპარეს, ახალგაზრდებმა სოლიდარობის ნიშნად ერთობლივი აქცია დაანონსეს. გიორგი კუჟინაძე მოგვიყვება უფრო მეც ფორმულას პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. გიორგი, ახლა მე ვიმყოფები თეატრალურ უნივერსიტეტთან, სადაც თქვენ ხედავთ, რომ სტუდენტებმა გადმოფინეს ბანერები უნივერსიტეტიდან. აქ საინტერესოა ის, რომ 2 დღის წინ ქართული ოცნების რეჟიმმა სტუდენტებს, რომლებსაც ბანერები ჰქონდათ გადმოფენილი თეატრალურიდან, ჩამოუხსნეს, მოპარეს ეს ბანერები და დღეს სტუდენტებმა ეს ბანერები კვლავ გადმოფინეს. ამ პროტესტში მათ შეუერთდნენ სხვა უნივერსიტეტებიც, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე აგრარული უნივერსიტეტი, კონსერვატორიიდანაც გადმოფინეს სტუდენტებმა ბანერები. ამ ბანერების შინაარსი კი ასეთია: თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ვერ გაგვაჩუმებთ და ასევე არის ძალა სტუდენტების ერთობაშია და სწორედ ამ ერთობის შედეგია ის, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სტუდენტებმა ერთდროულად გადმოფინეს ბანერები იმისათვის, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოუცხადონ სოლიდარობა. აქ საინტერესოა ისიც, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე 23 დღეა პროტესტს გამოთქვამენ და ისინი რჩებიან უნივერსიტეტში და აგრძელებენ საკუთარ პროტესტს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. გავესაუბრებით სტუდენტებს, მოგესალმებით, თუ შეიძლება თან ეს ბანერებზეც რომ ვისაუბროთ. ჩვენ ნახეთ, რომ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეგერთდნენ ამ პროტესტში. რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ერთობა და აი ამ ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებითაც და მოპარვასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ. ჩვენ რამდენჯერაც ბანერები გადმოვკიდეთ, იმდენჯერ სხვადასხვა მიზეზით ჩამოგვიხსნეს, თავიდან თქვეს, რომ ძდენს უშლიდა ხელს და განათებებს. მე უბრალოდ ყველანაირი მიზეზის გარეშე არც ვიცით ვინ ჩამოხსნა, წაიღეს ეს ბანერები და არც დაგვიბრუნეს და ამ ყველაფრის გამო სხვა სტუდენტებმაც გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ერთობა გვეჩვენებინა და დღეს დაახლოებით 6 უნივერსიტეტიდან ერთდროულად გადმოიფინა ეს ბანერები და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ აქ უკვე 23 დღეა ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა პროტესტის ფორმით დააჟღერებენ ზუსტად იგივე მოთხოვნებს, რაც ჩვენ გვაქვს და რაც აქვს საზოგადოებას, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მადლობა, ძალიან დიდი. თქვენ უსმენთ ერთ-ერთ სტუდენტს, რომელიც იღებდა მონაწილეობას თეატრალური უნივერსიტეტიდან ბანერების გადმოფენაში. ცნობისთვის თბილისის მერიამ დაუკვეთა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ორჯერ ის, რომ ამ შენობიდან უნივერსიტეტიდან ბანერები ჩამოეხსნათ. ორივე შემთხვევაში ეს დავალება შეასრულეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა. როგორც თქვენ მოისმინეთ, სტუდენტისგან განმარტება თავდაპირველად იყო ის, რომ აქ ელექტროენერგიას და განათებას უშლიდა ხელს ეს ბანერები, ხოლო მეორე შემთხვევაში საერთოდ მიზეზი არც კი განუმარტეს. აქედან გამომდინარე, სტუდენტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთდროულად გადმოეფინათ ბანერები და გამოეხატათ მხარდაჭერა და სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე 23 დღეა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აგრძელებენ პროტესტს უნივერსიტეტში.